Daam წუთებში შინაგან საქმეთა მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. Ჩვენ პირდაპირ ეთერში ვხვდავთ ირაკლი ღარიბაშვილისა და ელჩების შეხვედრას. Ვიფასტუმრებო, მოგესალმებით და მადლობა გიხდით მოგზაურობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დღეს 8 თებერვალს განვითარებული მოვლენების შესახებ ჩვენეული ანალიზისა და პოზიციის პრეზენტაციისთვის მოგიწვიეთ, ნება მიბოდეთ, ვიდრე უშუალო დამსაგზე გადავიდოდე, ერთგვარი ზოგადი შესავალი დავიწყო, რადგან მიმაჩნია, რომ 8 თებერვალი როგორც შემთხვევა არ არის ლოკალური ხასიათის პრობლემა და უბრალო ექსცესი, არამედ იგი ბუნებრივი და ლოგიკური შედეგია იმ არაჯანსაღი გარემოსი, რომელშიც უწევს მუშაობა სამართალდამცავ და უსაფრთხოების სისტემებს. მოგეხსენებათ ხელისუფლების შვიდობიანი ტრანზიციის შემდგომ საქართველოს უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დადგა. მოხერხდეს მძაფრი პოლიტიკური ოპონიერების რეჟიმში მყოფი პოლიტიკური გუნდების კონტროლ ქვეშ მყოფი სახელმწიფო შტოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების შვიდობიანი თანაარსებობა. რაც საერთაშორისო თანამეგობრობისა და უშუალოდ თქვენი საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩების პოზიტიური ძალისხმევის შედეგად მეტნაკლები წარმატებით მიმდინარეობს. ალბათ დამეთანხმებით, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემა ნებისმიერ ეფექტურად ფუნქციონირებად სახელმწიფოში ერთიან ორგანიზმს უნდა წარმოადგენს. და თუ რაიმეს მნიშვნელოვნად აზიანებს ურთულეს საარჩევნო ბატალიებიდან ინერციით გამოყოლილი კონფრონტაციული რეჟიმი და სეპარაცია, ეს სწორედ უსაფრთხოების სფეროა. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სამართალდამცავი პოლიციური და უსაფრთხოების სტრუქტურების დეპოლიტიზაციისა და კოაბიტაციის აუცილებლობაზე. 8 თებერვალს განვითარებულ მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ამ უმნიშვნელოვანეს პრინციპების დარღვევას. მოგესალმებით, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე და რომელიც 1998 წელს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი მატერიალურ-ტექნიკური და ინტელექტუალური ინვესტიციის შედეგად ჩამოყალიბდა საქართველოში, დღემდე საქართველოს პრეზიდენტის იურისდიქციის ქვეშ ყოფი სამთავრობო სტრუქტურას წარმოადგენდა. და წლების განმავლობაში ეს სამსახური კანონის თანახმად და დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად უშუალოდ ოპერატიულ რეჟიმში ხელმძღვანელობდა უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტის მონაწილეობით მიმდინარე ღონისძიებებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ასეთ ღონისძიებებზე პრაქტიკულად ყოველთვის დამხმარე როლი ჰქონდა განკუთვნილი. და იგი მკაცრად ასრულებდა დასაცავ პირთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურის დაკვეთას. სწორედ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უსაზღვრავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ ძალებს და საშუალებებს, რაც მისი აზრით საკმარისი უნდა ყოფილიყო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სამწუხაროდ, გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურმა პრაქტიკულად გაწყვიტა ინტენსიური ოპერატიული კავშირი ჩვენ სამინისტროსთან და გარკვეულ კვაზი პრივატურ რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება, რაც აბსოლუტურად მიუღებელი და უფრო მეტიც საფრთხის შემცველია ქვეყნისთვის. იმისთვის კაფეო დაგანახოთ, რა პროცესებთან ჰქონდა საქმე 8 თებერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. სადაც დაიგმილი იყო პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, როგორც წესი, არსებული პრაქტიკის თანახმად პრეზიდენტის მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიებების დროს წინასწარ ხორციელდება დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ და არა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. და მისი უშუალო ხელმძღვანელობით ხორციელდება ეს აღნიშნული ღონისძიება. დაცვის სამსახურმა ერთი დღით ადრე იცოდა, რომ 8 თებერვალს პრეზიდენტი ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში მისვლა და სიტყვით გამოსვლას აპირებდა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურმა არ გაატარა ასეთი შემთხვევებისათვის აუცილებელი ღონისძიებები. კერძოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ძალოვან უწყებებთან ერთად უნდა შეემუშავებინა ერთობლივი დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფის ერთჯერადი გეგმა. აგრეთვე არ განხორციელებულა წინასწარი ერთობლივი ჯგუფის მონახულების ობიექტზე გასვლა.
რომლის დროსაც უნდა განსაზღვრულიყო პოლიციის სამოქმედო არეალი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ძალების და საშუალებების ოდენობა. ქალაქის მერიიდან დამცავი ჯებირების გამოთხოვა. სახელმწიფო დაცვის სამსახურმა დღის 3 საათისთვის მოითხოვა საპატრულო პოლიციის მხოლოდ ერთი ეკიპაჟის და რაიონული პოლიციის თანამშრომლების ადგილზე გამოცხადება. ადგილზე მისულმა პოლიციამ იმოქმედა სიტუაციური რეაგირების რეჟიმში. ამას გარდა ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, უნებრივია, რომ იგეგმებოდა აღნიშნული ღონისძიება და სწორედ ჩემი ბრძანების თანახმად ნაცვლად ერთი ეკიპაჟისა ადგილზე მობილიზებული იქნა საპატრულო პოლიციის 55 ეკიპაჟი. ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და ქალაქის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები. ჯამში დაახლოებით 200 თანამშრომელი პოლიციელი. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მათგანს გადავუხადო გულწრფელი მადლობა ღირსეულად გაწეული სამსახურისთვის. მათ წარმატებით გაართვეს თავი მათზე დაგესრებულ მოვალეობას. სახელმწიფო დაცვის სამსახურის თავდაპირველმა არასწორმა ქმედებამ თუ მოქმედობამ გამოიწვია დაცვითი ღონისძიებების უსაფრთხოების ერთიანი სისტემის რღვევა. კერძოდ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ პერიმეტრი არ იყო დაცული და არ იყო განლაგებული სპეციალური დამცავი ჯებირები, რის გამოც პოლიციას მოუწია ცოცხალი ძალით უსაფრთხო დერეფის მოწყობა და პრაქტიკულად ჩვენ ჩავანაცვლეთ აღნიშნული სამსახური. ახლა მე გთავაზობთ ვიხილოთ ერთად ვიდეო რგოლი, სადაც ნაჩვენები გვაქვს თუ როგორ მოვახერხეთ ჩვენ ფორს-მაჟორულ სიტუაციაში, პრაქტიკულად ძალიან თუ რაღაც 2 საათში უზრუნველყოფა გავკეთებინა 2 ცენტრალური შემოწირულისთვის. ჩვენ ალბათ ადგილზე ხედავთ, ეს არის აქ არის ნაჩვენები, წითლად არის ნაჩვენები დემონსტრანტები, აქ არის ნაჩვენები ის კორიდორი, რომელიც ჩვენ მოვაწყეთ პრაქტიკულად თუ რაღაც 2 საათში პოლიციელების მეშვეობით. ეს არის ალტერნატიული სადარიგო შესასვლელი გზა. და ეს არის მეორე ცენტრალური შესასვლელი. გარდა ამისა, პრეზიდენტის პრესპიკერის განცხადების შემდეგ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა შედგებოდა ავლაბრის რეზიდენციაში, ჩვენ დაუყოვნებლივ უზრუნველყავით რეზიდენციასთან მისასვლელი გზების უსაფრთხოება. აქ ნაჩვენებია, ჩვენ ხედავთ თუ როგორ ცდილობს ერთ-ერთი გუბერნატორი, სამეგრელო ზემოდამსხმელი გუბერნატორი, შემდეგ უკვე ქალაქის მერი უგულავა, რომელი გზიდან ცდილობს შეღწევას ცენტრალურ შესასვლელში. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორიდან გამომდინარე, არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ ბიბლიოთეკის შენობის წინ ვითარების დაძაბვა ხელოვნურად იყო გამოწვეული. ასევე ეჭვს იწვევს ის ფაქტი, რომ მიუხედავად პოლიციის მიერ შეთავაზებული უსაფრთხო დერეფნებისა, რომელიც ჩვენ ახლა ვიხილეთ, ქალაქის მერმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა და მათმა თანხმდელო პირებმა დერეფნის გამოყენებაზე უარი განაცხადეს პრაქტიკულად და მიზანმიმართულად გაემართნენ საპროტესტო აქციის აღელვებული მონაწილეებისკენ, რომელთაგან უმეტესობა შეგახსენებთ, რომ იყო 2007 წლის 7 ნოემბრის და 2011 წლის 26 მაისის აქციების დარბევების დროს დაზარალებულები და ყოფილი პოლიტპატიმრები, მათი ოჯახის წევრები, ნაცნობები. ჩვენ ყველამ ვიხილეთ ვიდეო კადრები, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ უსწორდებიან, ახლა ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ვიდეო, თუ შეიძლება. კიდევ ერთხელ ვიხილოთ ის ვიდეო კადრები, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ქალაქის მერი, დეპუტატები, ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქციის მონაწილეები. ვიდეო არის დაახლოებით 9 წუთის, 10 წუთიანი ვიდეო. გონი შეგვიძლია ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთხელ ვუყუროთ, რომ ნათლად წარმოუდგინოთ, აღვიდგინოთ თუ რეალურად რასთან ქონდა საქმე. ჩვენ ხედავთ კადრებში პოლიციელთა მობილიზებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს მოხერხდა პრაქტიკულად ფორს-მაჟორულ რეჟიმში. კიდევ ვიმეორებ, რომ
სამწუხაროდ სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა არ უზრუნველყო სპეციალური ჯებირების მოწყობა ადგილზე, რამაც გამოიწვია აღნიშნული კონფლიქტი და შეხვა შემოხვა დაცვის მონაწილეებს შორის. ჯებირების არსებობის შემთხვევაში ბუნებრივია ჩვენ თავიდან ავიცილებით იმას, რაც მოხდა 8 თებერვალს. ეს არის ძალიან ელემენტარული, ძალიან მარტივი ღონისძიება, რომლის განხორციელება ჩვენ შეგვეძლო ბუნებრივია, მაგრამ ვინაიდან ეს არ არის ჩვენი, ასე ვთქვათ, პრეროგატივა, ეს ხო უშუალოდ პირველ რიგში, სწორედ მათი პასუხისმგებლობა, სწორედ ამიტომ არ მოხერხდა აღნიშნული ჯებირების განლაგება. ჩვენ მომხდართან დაკავშირებით დავიწყეთ გამოძიება იმავე ღამეს დადგენილი, დაკითხული და დაკავებული იყვნენ ინციდენტში მონაწილე პირები, მათ შორის დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის და სერგო რატიანის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ბრალდებული პირები. ჩვენ აქ ვუყურებთ მაგალითად ქალაქის მერი როგორ მიემართება აგრესიული შეძახილებით და როგორ აღიზიანებს, როგორ იწევს ისედაც გაღიზიანებულ დემონსტრანტებს. აქ ბატონი მერი როგორ შეძახილებს როგორ სიტყვას ხმარობს, რომ შოუს გადამოსთან დაკავშირებით, რაც კიდევ მეორე რომ არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. და თქვენ ხედავთ როგორ მიემართება ქალაქის მერი იმ მიმართულებით, სადაც პრაქტიკულად ბლოკირებული იყო შესასვლელი გზა, ცენტრალური შესასვლელი. და კიდევ მეორე რომ ჩვენ ქონდა ორი სათადარიგო შესასვლელი. და თუ რაღაც 2 საათის განმავლობაში, 2 საათში მოვახერხეთ ფორს-მაჟორ რეჟიმში უზრუნველყოფა. არის მაგალითად ქალაქის ვიცე-მერი, რომელთანაც გამოძიებას ჰქონდა ძალიან კონკრეტული კითხვები. ეს არის ბატონი კობა ხაბაძე, რომელიც არის ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრი. აქ ჩვენ ვუყურებთ პარლამენტის წევრებს, უმცირესობის წარმომადგენლებს. აქ ხედავთ გიორგი კანდელაკს, რომელიც არის საპარლამენტო უმცირესობის წევრი. მე ხედავთ ალბათ მოქალაქეს როგორ არტყავს. გიორგი კანდელაკი. აქ არის ჩიორა თაქთაქიშვილის ცემის ფაქტი, ფიზიკური შეურაცხყოფის მიღების ფაქტი. ეს პიროვნება დაკავებულია აქ უბრალოდ ადრესული მედება ვიხილეთ. ეს არის უბრალოდ აქციის მონაწილე, რომელიც არის დაზარალებული. მაესტროს დაზარალებული, აქციის დარბების დაზარალებული. ჩვენ აქ ვუყურებთ იგანა სარიძის თემის კადრებს. აქ ვიდავაკონკრეტებთ, რომ პიროვნება, რომელმაც ჩაარტყა იგანა სარიძის პიროვნებაც დაკავებულია. ეს არის ერთადერთი პიროვნება, რომელმაც ჩიორა თაქთაქიშვილს მიაყენა შეურაცხყოფა. Până acum cu Sergo Ratian, როგორ ჩხუბობს, როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას მოქალაქეებს. ეს არის სერგო რატიანი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი.
ნაციონალურ მოძრაობას. შემდეგ უკვე პირი, რომელიც მას აყენებს შეურაცხყოფას, მოქალაქე, რომელიც ასევე დაკავებული არის პოლიციელების რაოდენობას. ეს არის ცოცხალი ჯებირები. ეს არის ბატონი დავით დარჩიაშვილი, ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთი ცნობილი სახე და საპარლამენტო უმცირესობის წევრი. ეს არის ბატონი კედელაშვილი, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წევრი. იხილეთ როგორ ურტყავდა მოქალაქეს. მათი გუნდიდან ბატონი გოგა ხაჩიძე, ყოფილი მინისტრი, ამჟამად ნაციონალურ მოძრაობის წევრი, დეპუტატი, უყურებთ ალბათ როგორ აგრესიულად მიმართავს მოქალაქეს, დემონსტრანტს და აღენებს როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას. ბატონი ლევან ბეჟაშვილი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს. ლევან ბეჟაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, დეპუტატი, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ეს არის ბატონი მელია, რომელიც ამბობს, რომ ეს კიდევ ასე ვთქვათ, მოხვდებათ. ეს არის ბატონი კარბელაშვილი, ასევე ნაციონალურ მოძრაობის წევრი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვუყურებთ, როგორ აყენებენ შეურაცხყოფას ბატონ გუნავას, რომელიც არის სამეგრელო ზემოწმანეთის გუბერნატორი. მოგეთ. უბრალოდ ჩვენ თვით რომ ყოველგვარი ეს მომხდარი არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. მინდა გითხრათ რომ დღეისათვის ამ საქმესთან დაკავშირებით ბუნებრივი გამოძიება დაიწყო იმავე დღეს და ჩვენ დავაკავეთ 4 პირი, აქედან 2 სისხლის სამართლის საქმეზე, 2 ადმინისტრაციული, ხო დაკითხულია 53 მოქალაქე. პირი რომელიც დავაკავეთ. გამოძიების პარაგრაფში ამ საქმესთან დაკავშირებით ასევე ჩვენება უნდა მიეცა ქალაქის მერს ბატონ იგივ გულავას და საპარლამენტო უმცირესობის წევრებს, თუმცა მათ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. აქ ამ მოვლენაზე მინდა განსაკუთრებით შევაჩერო თქვენი ყურადღება. საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის ის რეჟიმი, რომელსაც დედაქალაქის მერი და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები გვთავაზობენ, როდესაც ისინი დემონსტრაციულად უარს აცხადებენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. ეს არის პირდაპირი დარტყმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე და არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრედიტაციაზე. არამედ ქვეყნის დაცდებას იწვევს ყოველივე ხსენებული. ეს არის პირდაპირი გზა ერთდროულ failed state-ისკენ. ჩვენ მოუწოდებთ ყველას, რომ პატივისცენ კანონის უზენაესობას დაივიწყონ პოლიტიკური და თანამდებობრივი ამბიციები და კანონით დადგენილი წესით ითანამშრომლონ გამოძიებასთან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ პოლიტიკური სპეკულაციების მეშვეობით ქვეყანას ჩამოყალიბდეს პრივილეგიურთა კასტა. მათ ლოგიკას რომ გავყვეთ უბრალოდ, მაგალითად, მწვრთნელები სპორტულ დარბაზებში უნდა დავკითხოთ, მუშები მაგალითად საამქროებში და პედაგოგები სკოლებში.
კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, რომ კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი ვართ და ხელშეუხებელთა კასტა საქართველოში ვერ იარსებებს. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და სწორედ ასეთი სამართლის შენელობა გვსურს ჩვენ. დიდი მადლობა. თუ შეგითხვები გაქვთ, მე მზად ვარ გიპასუხოთ.